სანაკრებო პაუზის შემდეგ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი განახლდა. გურჯაანის კლუბ დელტას პრეზიდენტის ზვიად ანთაძის განმარტებით, ძირითადმა და 22 წლამდელთა გუნდებმა შესვენება ნაყოფიერად გამოიყენეს. ინტენსიური მომზადება გაიარეს და პირველობის დასკვნითი ეტაპის მატჩებს მომზადებულები ხვდებიან. სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ საშინაო შეხვედრას ვატარებთ გურჯაანში, როგორც 22 წლამდელები, ასევე სუპერლიგის გუნდი. მინდა შევეხო 22 წლამდელებს, ძალიან მაგარ გუნდს მასპინძლობთ, რომლებიც არიან პირველ ადგილზე, ცხრილში, ქუთაისი და წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ბიჭებს. რაც შეეხება სუპერლიგას, ასევე ძალიან ამბიციურ და წარმატებულ კლუბს ხვდებით. ღებული სორბს, იმედი გვაქვს, რომ ეს შეკრება, რაც გამოვიყენეთ წარმატებულად ჩვენი აზრით ამის რეალიზებას მოვახდენთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ. წარმატებები მინდა უსურვო ბიჭებს. დარჩენილი გვაქვს წინ 7 ოფიციალური თამაში, მათ შორის 4 საშინაო შეხვედრა. იმედია, რომ წარმატებით დავასრულებთ რეგულარულ ჩემპიონატს.